თელავის მერვე ბაგაბაღის თანამშრომლებსა და დირექტორს შორის დაპირისპირება გრძელდება. დღეს აღზრდელების ნაწილსა და მაია ჩაველაშვილს შორის არსებული უთანხმოება ხმაურიან ჩხუბში გადაიზარდა. სიტუაციის განმოხტვას ადგილზე თელავის საპატრულო პოლიცია ცდილობდა, მასწავლებლების ნაწილის თქმით, ხელმძღვანელი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, რის გამოც აღზრდელები დირექტორის სამსახურიდან წასვლას ითხოვენ. მათ ბრალდებებს უარყოფს მაია ჩაველაშვილი, მისი თქმით, თანამშრომლების ნაწილი მის წინააღმდეგ პირადი ინტერესით მოქმედებს. არაკორექტული ადამიანია და ვთხოვობთ ამისი სხვაგან გადაყვანას. არაკორექტული ადამიანია. გვაყენებს თანამშრომლებს, შეურაცხყოფებს. აქვს კარგი ზურგის ჭერა, 3 თვეა საკრებულოში განცხადებაა შეტანილი იმის თაობაზე, რომ მოგაქციოს ყურადღება, მაგრამ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. გვეძახის უნამუსოებს, გვეძახის აღვირახსნილებს, გვეძახის გვემუქრება, გვეძახის რომ აგერ გეძახიან იქიდან რომ არჩევნებზე ძეწოლა იყო. სიტყვის შეურაცხყოფა მე საერთოდ არ ვიცი, შეურაცხყოფელის სწორედ ლაპარაკი, ეს არის მისი დამახასიათებელი ლექსიკა ლალისონ გულაშვილის სხვათა შორის მასეთი სიტყვებით ლაპარაკობს, მასეთი ქცევები აქვს საერთოდ ისედაც მე ჩვენ ვართ 24 თანამშრომელი და 8 თანამშრომელი ფაქტიურად აყავს აყოლიებული თვითონ 8 არიან, დანარჩენი 16, 17 ვართ კიდევ ერთი ხელშეკრულებით მასწავლებელი ყავს. არავისთან არ მაქვს პრობლემა, მე რაც მოვსულ ვარ პირიქით, ყველანაირად ვთვლობ, რომ ყველას ყველაფერი გავგო. ამ ადამიანს უნდა ის რომ მე წავიდე, არანაირი ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. პირადად უკვე დავიღალე და მე შინია უკვე ამ ჩხუბისა, ამ ქაოსისა, იმიტომ რომ მოვდივარ მეცადინეობისთვის და ამ დროს არის ის ყვირილი, წივილკივილი და ვისაც რა არ ეკითხება იმაში, რომ იღებს მონაწილეობას რაღაცა ძალიან დიდი ქაოსია. დირექტორი ძალიან კარგი დირექტორია, ძალიან ბევრი რამე გააკეთა.